მივფრინავთ ბელორუსში. ძალიან ბევრი არის იხვი, ძალიან ბევრი არის ქედანი და აბსოლუტურად არ ფხია. ნახე რა მაგარი გარემოა რა. ეს პირველი სანადირო დღე გვაქვს. წინიდან დიდი გუნდი მოდის, მარცხნიდანაც მოდიან. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით. მინდა გამცნოთ, რომ მივფრინავთ ბელორუსში. აი ესეთი შემადგენლობით 4 ადამიანი. მივემგზავრებით ბატებზე სანადიროთ. მიუხედავად იმისა, რომ შარშან შემოგთავაზეთ ერთი ნადირობა, წელს იმედი გვაქვს, რომ უკეთეს ნადირობას შემოგთავაზებთ. ბატონმა მამუკა შილაკაძემ დაგვიორგანიზა ეს ტური, ჩვენი რატი და ჩვენი კოტე გამოვყვებიან, ჩვენთან ერთად იქნებიან. სამწუხაროდ მარლენი ვერ იქნება ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული მისია აქვს შესასრულებელი ესპანეთში. ისევ სროლელებთან ერთად არის. ძალიან ლამაზ კადრებს ჩამოვიტანს იქიდანაც, მაგრამ ჩვენ უფრო კარგ კადრებს ჩამოვიტანთ ბელორუსიდან. რა სიტყვი? мотивация დიდია. და იმედია შედეგიც გვექნება. ყველაფერი იქნება კარგად ხალხო, დარჩით, გვიყურეთ და ძალიან მალე ძალიან საინტერესო ნადირობას შემოგთავაზებთ. მივემგზავრებით ბელორუსში. ამინდი წვიმიანი არის აქ. იქ მე მგონი ცოტა თითოეული დაგხვდება, თუმცა ხვალიდან უკვე თოვამ უნდა გადაიღოს. რაც პრინციპში ძალიან კარგი წინაპირობა არის ნადირობის. ერთადერთი დისკომფორტი და რაღაც შეუჩვეველი სიტუაცია ის არის, რომ ჩემი მარლენი ჩემთან ერთად არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი ლოცვა კურთხევა ჩვენთან ვსდევს. ჩამოვფრინდით მინსკში. ჩვენი მოგზაურობა კურიოზით დაიწყო. მეც, მამუკაც და კოტეც უპრობლემოდ მივედით საბაჟოზე, გავიარეთ საპასპორტო კონტროლი და რატიდონიზე გაწიეს სიტყვის სრული მნიშვნელობით. გოგონა, რომელიც მას ესაუბრებოდა, არ ვიცი რა დიალოგი შედგა მათ შორის, სტანდარტული რაც საპასპორტო კონტროლზე ხდება ხოლმე. ამ გოგონამ მოკიდა ამ შედათის ხელიდან, სადღაც გაიყვანეს. 1-15 წუთია აღარ ჩანა. ცალკე არიან სადღაც პრივატულ ოთახში და არც კი ვიცი რა ვიფიქრო. ველოდებით, სხვა რა გზებია. 2 საათის ლოდინის შემდეგ ბატონმა მამუკამ როგორც იქნა გაარკვია რატის დაკავების მიზეზი საპასპორტო კონტროლზე, როდესაც კითხეს ჩამობრძანების მიზანი რა არისო, ნუ ამან უთხრა ნადირობა თავისთავად და მიაყოლა რომ ბლოგერია. და აი აქ ატყდა აურზაური, რა თქმა უნდა. კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ფაქტს მოგიყვებით, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რა და როგორ. რა ხან ბლოგერი იყო? ეგრევე შეეშინდათ, ეგრევე დაიწყეს გარკვევა რა ტიპის ბლოგი მიყავდა, რაიმე პოლიტიკური ხო არ იყო და ასე შემდეგ და აი ამ სისულელის და შიშის გამო 2 საათი გვაყურყუდეს ბელორუსიის აეროპორტში. როგორც იქნა გამოვედით აეროპორტიდან ყველანი მშვიდობით, ნეგატივი მორჩა ჩვენ ცხოვრებაში, ნუ საერთოდ კურიოზის სახით ახასიათებს ხოლმე ბელორუსში ჩამოსვლას და აეროპორტში. დაგვებედა მე და მალეს პირველივე ჩამოსვლიდან რაღაც პატარ-პატარა ჩეპეები, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია პატარ-პატარა ჩეპეები. არა. როგორი მომართულები ვართ მამუკა? უნდა ვინადიროთ ძალიან მაგრად, ხალხო, ძალიანագրად უნდა ვინადიროთ, აი ესეთი შემართებით ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ მეურნეობაში ჩავალთ, ძალიან კარგ ვადახრანილიშეს, ანუ ვილეისკაი ვადახრანილიშე და ყველაზე რო ვკითხე, ხო, ყველაზე კარგი ნალიოტიო
რაც ამ სეზონზე იყო, შაბათს საღამოს ნალიოტი იყო, უკვე ყველაზე კარგიო. ესე იგი, მანამდე წინა დღესო ვაფშე ჩათვალე ბატი ვერ მოკლესო ისა და ანუ კარგ დროს ჩამოვედით რა. უკვე იყო რა და ეხლა დღეს კვირა და ორშაბათია და ეხლა რა იქნება აქ ხო ბატია რა, ბატს ტვინში ამოეკითხება მე არ ვიცი, მაგრამ დარჩი ჩვენთან გვიყურეთ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო ნადირობას იხილავთ. ჩვენ ვიზავთ საქმეს. ჩვენ ვიზავთ საქმეს. ყველანი შეჩეული ვართ ევროპაში, ბელორუსშიც, როდესაც ქალაქის შიგნით არის ტბა, მდინარე, იქ იხვები მოდიან, ხალხი აჭმევს და მიჩვეული არის ხალხს. ეხლა ვართ ქალაქარეთ, უბრალოდ ტყე-პარკი არის, სადაც ზოლი არის, ველობილიკი არის გაკეთებული და მოსიარულეებისათვის. მაინც ადამიანს შეჩეულია, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი არის იხვი, ძალიან ბევრი არის ქედანი და აბსოლუტურად არ ფთხიან. არა, დავით ცოცხალი იხვი ვარ. იცით რა არ მესმის? ხო ნადირობს ეს ხალხი ამ იხვზე. ყოველი შაბათ-კვირა ბელორუსში არის ნადირობის დღე. სამუშაო დღეებში კვირის არის უცხოელებისათვის განკუთვნილი ძირითადად სანადირო. ანუ ჩამოდის ტურისტი და ესვრის იხვს, ადგილობრივი ესვრის იხვს, წესით უნდა იყოს შეშინებული, მაგრამ ისეთი რაოდენობა არის, რომ არ უფრთხის თუ რა შვება არ ვიცი რა. აი გაოგნებული ვარ, რატო არის ამდენი იხვი და რატო არ უფრთხის ადამიანს. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან კომფორტული, ლამაზი, შუაგულ ტყეში. ეხლა განახებთ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. ნახეთ რა ლამაზი ბუხარი გვაქვს, მოსასვენებელი ოთახი არის ეს აკვარიუმით. ის ანეკდოტი გახსოვთ, აკვარიუმი გააქვს? გვაქვს, ძმაო. კარგი მაგიდა არის ხის, მოკლედ სამონადირეო გარემო არის ნამდვილად შექმნილი რა. ეს არის ცალკე დამოუკიდებელი ერთი პატარა ოთახი ხიჟინა, სადაც აი ორი ოჯახი, ასე ვთქვათ რა, აქ აი ორი წყვილი ადამიანი, ქოლქმარი და რაღაცა, რომელზეც შეუულია თავისი და აი კომფორტულად თავის ძველი წერტილის ერთი არ გადაუღია, ტელევიზორი, ყავა, ჩაი, გამაცხელებელი საქართველოში ჯერ აი გვინდა რომ ესეთი რაღაცები გქონდეს რა. გვექნება აუცილებლად მამუკა, მაგრამ შენ ჩემი ოთახი არ გინახავს რა მაგარია. მარლენ, გასკდი შურით, მაგრამ ეხლა მე რომ მაგისი ამბავი ვიცი ხა ესპანეთი და ისეთ კადრებს გამოვაგზავნეს, თუ ჩემზე кай პუნჩი იქნება? არა მგონია. გიო, წამოდი ჩემი ოთახი განახო. ნახე რა მაგარი გარემოა რა. ტყეში ხარ, ღრმა ტყეში ხარ. ა ბატონო. აი ეს შვენიერი. აი ესეთი ფეჩი მაქვს, რომელიც მე ძალიან მომწონს. საკმაოდ კარგი საწოლი არის. მობძანდით, სტუმარი ღვთისა არის, კაცო.
ნახეთ როგორი ხის კარადა მაქვს და ის აქ რიზბა ანუ ხელნაკეთი არის ორნამენტები ზედ ხის სუნია ხო თავს უშველე ბატონო გიორგი თავს უშველე თქვენგან შორს გამოგეკეცით არ გინდოდა ჩვენი არ მინდოდა არა ციო აქ აი რა გაგაცნობს ნახე რა გამათფობს რა მაგარი რაღაც ყოფილა იმედია ცეცხლს გამოაღე აგი ადგილი გაქვს გემოვნება კი გაქვს გემოვნება მაქვს ხო რა ვიცი წყნარად შვიდად აუღელვებლად და რაც თავარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენგან შორს Я выезжаю в угодье, смотрю, где находится птица, определяю место, где будет находиться наша маскировка. То есть дожидаемся вечером того момента, когда птица улетает с кормежки на воду. Вот, и после этого мы только начинаем делать маскировку. Делаем маскировку и рано утром выезжаем к рассвету. Рано утром это когда в 4? Так, я думаю, что у нас будет выезд в 4 часа. Да, потому что немножко далековато до места охоты у нас переезд будет. Вот. Приезжаем на место, одеваем маскировку, если необходимо, выставляем профиля, манки выставляем. Если у кого-то есть балаклавы на лицо, чтобы лицо закрыть, то берите с собой. Одеваемся, маскируемся, садимся и дожидаемся рассвета. С рассвета примерно начинает лететь первые гуси. Они, как правило, первые идут, могут небольшими партиями идти, там могут и одиночки какие-то прилететь. Вот. Но ближе к 7 часам, примерно в настоящее время сейчас к 7 часам, уже начинает подниматься основная масса. Но когда идет основная масса, тяжело в том, что она приходит большой массой, сделали выстрел, и эта масса большая сразу же ушла. Лучше всего, когда она приходит небольшими партиями. Вот. У меня такой вопрос. Скрадки будут или будут окопы? Это все будет зависеть от места, где находится, где будет вечером. Ну, то есть вечером вы будете это все знать? Да. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გიოს გადაღებულ კადრებში ბევრად უკეთესად გამოჩნდება ეს მეურნეობა. სამწუხაროა, რომ დრონი არ გვაქვს. ამ ქვეყანაში არ შეიძლება დრონით შემოსვლა. ამაზე ხე არის ძალიან ცენტრში. დასაჯდომები აქვს გაკეთებული, დათუჩა გვყავს, საკუთარი მოშინაურებული. აი ესეთი ირემი ან ლოსი, არ ვიცი, ბავშვებს რა იდეა გქონდათ. რაღაც აუთენტურად არის რა მოწყობილი რა. ან ეს ასიამოვნო გარემო არის მონადირისთვის შექმნილი. ესეთი დათუჩები ყავს კიდე. ბავშვების გასართობ მოედნას ხო ხედავთ? როდესაც აქ მონადირეები ჩამოდიან, დიდი ალბათობით ჩამოდიან ოჯახებით. და დიდი ალბათობით სანამ მამა ნადირობს, მეუღლე და ბავშვები აქ არიან ბაზაზე და ერთობიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არის იგივე. იმედია ეს დროც მოვა. საღამომშვიდობის, მოგესალმებით ყველას.
მე და ბატონმა რატი დოლიძემ ხედავთ ხალხო რას მოვესწარით? გადავწყვიტეთ რომ ახლო-მახლო ტყე და მდინარე მოვიაროთ და შევისწავლოთ. რატი მიაგნო ანკესები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაღაცეებს. და 1 საათი ჩალიჩობდა რომ 1-5 ანკესიდან რაღაცა აეწყო. და გინდა თუ არაო წამოდიო ეხა მიმათრევს მდინარეზე. დიდი არაფრის იმედი არა მაქვს ამ ანკესების გადამკიდეო, მაგრამ მაინც წავიდეთო. ესე იგი მოგვივიდა ინფორმაცია რომ ყავს ქარიყვაპი არ რა თქმა უნდა ახლა აკაურობას ქარიყვაპია და ქორჭილა ყავს. საზანიო ძალიან ცოტა არისო, საზნის იმედი ფაქტიურად არ გვაქვს არც მე, არც გიორგის და არც მეორე გიორგის. ნუ თქვით ის გოგას. მაგრამ რაღაცნაირად იმედი მაქვს რომ რაღაცები ვიჩალი ჩემ მართლა რა იჩალი. როგორი საბეჭდილება რჩებოდა, იცი, ლაბორატორიაში რომ შედიხარ რაღაც ბრძოლ პროფილაქტიკაში და ყველაფერი თავზე რო გაყრია. ეს ანკესები, დაწყვეტილი ლესკები რაღაცები, რაღაცა ააწყო, მაინც იმინა იჯათოგრა. მაგრამ გიო ამინდი არა გვაქვს. ამინდი არა გვაქვს, ხო, ქარი ამოვარდა. ესეთი ახსნა არის ამ მეურნეობის, ეს არის რუკა. ყველაზე საინტერესო და საგულისხმო და სასიხარულო ის არის რომ მდინარე ძალიან ახლოს გვაქვს და ახლოებით 300 მეტრში ალბათ იმ მიმართულებით და გავუყვებით ახლა მე და ჩემი რატიკუნა კუდიგორის გზას და ცოტა ხანში შემოგივიწყდით. სხვათა შორის მდინარის სახელი მითხრეს ჩვენმა მასპინძლემა საკმაოდ საინტერესო ვიქტორია თუ რაღაც ეგეთი მსგავსი სახელი იყო ვერ დავიმახსოვრე უცბად იმიტომ რომ ძალიან ესე უცბად გარტყმისა გამოკვით მითხრა რა და წავედით ხალხო აბა გავისეირნოთ ნახოთ რა ხდება ჩვენს სრული. გიო სხვათა შორის დღეს რომ უფრინავდით სანამ დაждდომას გააკეთებდა თვითმფრინავი, ხო ვიყურებოდი ახლა რა თქმა უნდა არ ემაღლეს რაღაცას მოკარდა. რა თქმა უნდა შვლები იდგნენ ლამაზა და აეროპორტის გვერდზე, სადაც დაждდომი ბილიკი იყო ზუსტად მართუხლართების გვერდზე, რამდენიმე შველი იდგა და ბალახობდა. რას ლაპარაკობ? აი მეამა გამიხარდა ყველაფერი და ახლა სადაც ჩვენ ვართ, აი მართლაც აი არ ვიცი ხა ნებისმიერ შემთხვევაში როგორც შენ აღნიშნავ შეიძლება ლოსი გადმოგვიხდეს, შეიძლება ხარირემი გადმოგვიხდეს, შეიძლება შველი. შუა ტყეში ვართ. შუა ტყეში ვართ, ძმა. და მე მართლა პირველად ვნახე ჩვენს მაყურებელსაც მინდა აუცილებლად რომ უთხრა რომ აი ულევი ტყეები და ესეთი მოვლილი. ბიჭო, აი ეგ არის თორე დიდი ტერიტორია ეგ მინდოდა უბრალოდ აი აუცილებლად მინდოდა სანამ ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს. მე მგონი აქ ესე რო წავიდეთ უკვე მდინარესთან გავალთ. ეხლა მაინც რა უცხო არეალი არის ჩვენთვის. მე მგონი არ დავიკარგებით. არა მგონი ეხლა მე და ჩვენ ტყეში დავიკარგ. აი კვალი. აი სად არის? ძველი კვალი არის, აი ეს. აი. ედო? აი შეხედათ როგორი საინტერესო ადგილი გვაქვს სათევზაო. აი მართლა რომ ცოდნოდა რომ მსგავს ადგილზე ვიქნებოდით მე შენი ანკესი წამოხვიდოდი ვიცი. ეს ხო გიჟია ხალხო, წამოვიდოდა. სასულ ბადესაც წამოვიღედი გიო შენ მაგრათაც ვითევზაობდით ძალიან. მე ვიცი რომ შენ გინდა თევზაობა გიო, ხო და სავარაუდოდ გიორგის ოპერატორობას ჩააბარე და შენ დაიწყებ სიამოვნებით, სიამოვნებით. ამასთან ერთად თან წავართი ერთი ნაჭერი ზეხო იყო და ჯიბეში მიდევს სხვაგან საწამეღო არ ვიცოდი და მოკლედ რა ვიცი სადოთ ეხლა ცოტა ისეთი ადგილია თუ გაგვიმართლა და ერთი ესატყუ არა ქონდათ აი ნუ ეს უშუალოდ ქარიკლაპიისთვის არის შაბათ კვირას არის ბელორუსების სანადირო დღე და კვირის დღეებში უფლებას აძლევენ რომ ჩამოსულმა სტუმრებმა ვინადიროთ. და მე ესეც გამიკვირდა რომ სულ ეს ყოველ დღესურია. ხო, მაგრამ ესეც გამიკვირდა რომ 12 საათამდე ქონია უფლება მხოლოდ და მხოლოდ ნადირობის. რატო გაგიკვირდა, იცი? იმიტომ რომ ჩემი და მალენის ვიდეოებს არ უყურებ, თორე გეცოდინებოდა. აი ესე. გაუკეთე რამე თუ დაგაუწე. ესა მაქვს ხელოვნური სატყუ არა სპინინგის მაგვარი, ხო და თუ რაღაცა არის, ეხლა არც მინდა როგორც ხედავ ბევრი აი ხედავთ როგორ ტრიალებს, აი შეხედათ, აი ეს არის ხელოვნური სატყუ არა სპინინგი თუ რამე არის, თავს დაესხმევა, ასე თუ ისე ქარიკლაპიას იუყვარს.
ბიჭო, ეხლა შენ ხო თევზაობ. მე მაინც ეხლა მე ვზივარ იქ. ეხლა ამ წამს იქ ვარ ჩამჯდარი. ფიტულები მაქვს წინ ჩაყრილი. მზე მალე ამოვა და იხვი ჩემო ფრინდება. დაახლოებით ეგეთი განცდა მაქვს. აუ, განცდა არ ვიცი, მაგრამ ხვალინულ დღეზე გიო მაგრად ნერვიულო. ხა და ნუ მოკლედ. ამოღამი. აიღე, გადააგდე. აიღე, გადააგდე. ეხლა ნახე ჩემი სპილი. აიღე ის როლე. მე ეხლა აქ ჩამოვჯდები. შენ რა ქენი? დავიჭე კამერას და შენ დაგიო მეთევზა. აბა, რა ვიცი, პატიოსან მეთევზა ეს მაო, რაც შენი საქმე არ არის. ჩემი ოპერატორული სკილსები, რომლებიც დიდათ არ გამო. ვიღაცას ამოთხრილი აქვს ორმო. ან ხე უნდა დარგონ, ან შეიძლება ცეცხლი აანთონ. სხვათა შორის ამ დღეში ძალიან საინტერესო რაღაცებს მივაგენით. თუ შევძელით ბიჭები რომ მორჩევებიან ამ თევზაობას, ეხლავე გადავიღებთ და განახებთ, თუ არა და ამ დღეებში აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ კადრებს. თქვენი თვალით დარწმუნდებით, რამდენად მოვლილი არის ტყე, რამდენად უვლიან და როგორ სხვა განვითარების სხვა საფეხურზე ყავთ ეს ყველაფერი აყვანილი. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ძალიან გვიკლია ჯერჯერობით აქამდე, მაგრამ მთელი ჩვენი მოწოდებით მე მგონი იქითკენ მივდივართ. ვცდილობთ რომ ცოტა დავიხვეწოთ, ცოტა გამოვსწორდეთ. თვალდახუჭულობის პოლიტიკა ნამდვილად არ გვარგებს ბიჭებო რა. თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას და ვეცადოთ რომ უკეთესები ვიყოთ. ეში შეინობისას მინდა ჩემი ემოცია გაგიზიაროთ და გითხრათ რომ მარლენი ძალიან მაკლია. ფრთამოტეხილი არწივივით თუ არა, ფრთებგამართული არწივივით ვერავარ ნამდვილად. მარლენ, იმედია ღირდა შენი წასვლა ესპანეთში და ძალიან ლამაზ და საინტერესო გადაცემას ჩამოვიდათ ბიჭები. მოგეწონებოდა შენ აქ ჩემო ძმაო. ნამდვილად მოგეწონებოდა, ძალიან კარგი ადგილი არის. მოკლედ მსვლელობა უკვე იწყება და შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო კადრებს. შუა ტყე არის რა, ისეთი დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ. არა ცენტრალური ტრასიდანაც კი, ანუ ცენტრალურ ტრასას გადმოუხვიეთ. მეორადი გზით ვიარეთ 15 კილომეტრი და მერე კიდე 2 კილომეტრი მინიმუმ ტყეში შემოვედით რა. ჩვენი თემაა პრინციპში. დარჩით ჩვენთან. არ არის ცუდი არხი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი ნადირობა იქნება თუ ამ მდინარეზე იხვი მოძრაობს და ძალიან დიდი ალბათობით მოძრაობს და ველოდები იქნება ახლაც გამოჩნდეს. აი აქ ჩაუჭდე ადამიანი სწორი დასაცმლით საერთოდ ვერ დაგინახავს. გიო, შეხე რა მაგარია და მოდი შეხე. არ ვიცი რა იხვი არის, ვერ გავარკვიე რა, თეთრი არის და შავი თავები აქვს და საკმაოდ მოზრდილია. დიდები არის. კი, ახლა ეგეთი იხვი არ შემხვედრია საქართველოში. იშვიათად შემოდის ძალიან. რა ქვია ხო არის? მე არ ვიცი სამწუხაროდ. არ ვიცი სიმართლე გითხრა, მაგრამ მოვინადირეთ წელს 1 და შარშან 1. როგორც ჩანს დედამამალია, ხედავ წყულში როგორ დაცურავენ? პერიოდია ესეთი წყულში უნდა იყვნენ. ბელორუსში სამონადირეო მეურნეობის წესი ესეთი არის, რომ თოფით ხარ ჩამოსული, უთოფოთ ხარ ჩამოსული, თოფთან წვდომა არ გაქვს, უშუალოდ ნადირობამდე. თორე შეიძლებოდა საღამოს ბედის ცდა.
საუკეთესო მის დისტანცია, რომელზეც უნდა გვაჩვენოს კამერამანს გადაღების, აი ზუსტი ისა წერტილი მიყვება, სწორად მიყვებით თუ არა, რა მანძილით გადავასწარი ბაც, რა მანძილზე მოდიოდა ეს როლე და მისი ესე იგი ის მინათებული წერტილი გვაჩვენოს ზუსტად იმ სურათს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ მივიღოთ შედეგი კადრებშიც რა. სად ვესროლე, სად ვუმიზნებდი, სად გავუკეთე წინსრება და საიდან ჩამოვარდა. თუ მე ეს არ გამოსწორე, ამ წითელ წერტილზეა ლაპარაკი? აი ეს არის ამ წითელ წერტილზე ზუსტად საუბარი. აი აქ თითით რომ ვაჩვენებ ახლა. აი ამ ადგილას, აი ამას უნდა, არა, აი ამას უნდა და დავიწიო ეს წერტილი დავლა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით ბელორუსიდან, ვილეიკას წყალსაცავის მახლობლად. დავბანაკდით გუშინ, როგორც მოგეხსენებათ. დღეს პირველი სანადირო დღე გვაქვს. გავდივართ მე, ბატონი მამუკა შილაკაძე, ბატონი რატიდოლიძე, ჩვენი ოპერატორი გიორგი, შეუცვლელი და ჩვენი კოტე. გვაქვს დაახლოებით 1 საათის გზა, როგორც გითხრა იურამ, ჩვენმა ეგერმა და ჩვენმა მასპინძელმა. აი ესეთი ლამაზი და კარგი სტუმარი გვყავს დილიდან. ქალბატონი სახელი ხო არ გახსოვს მამუკა? ქალბატონი მიშელ. აი ესეთი ელეგანტური და დახვეწილი ძაღლით ვართ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ის მინდორი, სადაც ჩვენ უნდა ვინადიროთ, არის ძალიან ახლოს ამ წყალსაცავთან და უნდა მივიდეთ მოგეხსენებათ გათენებამდე. სიბნელეშივე უნდა დავბანაკდეთ, უნდა შევარჩიოთ კი არა და წინასწარ შერჩეულ ადგილზე პოზიციები უნდა გადავინაწილოთ და შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ნადირობა. დარჩით ჩვენთან, გვიყურეთ და დატკბით გადაცემით. გზა ცოტა იმაზე მეტად გაგვიგრძელდა, ვიდრე მე მეგონა და მინდოდა. სამწუხაროდ, აი რიჟრაჟის ნიშნებს ვამჩნევდა, მგონია რომ ოდნავ დავგვიანდით. თუმცა ჩვენი მასპინძელი იურა საკმაოდ წნარად არის და ჩემს ასეთ ღელვაზე და შფოთზე მშვიდი გამომეტყველებით მპასუხობს, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ 5 წუთში უკვე ადგილზე ვიქნებით. გამზადებული არის ჩვენი ასე ვთქვათ დასამალი, სკრადოკები, როგორც ეძახიან და ყველაფერი კარგად იქნებაო და დაუჯეროთ ამ პატიოსან კაცს, მივენდოთ. სანამ ჩვენი ეგერები აწყობენ ფიტულებს, ბიჭები უკვე ჩდებიან საფარში. მე გადავწყვიტე გადავზომო რამდენი ნაბიჯი არის სასროლი. 30-32 დიდი ნაბიჯი არის ჩვენს საფარამდე. ჩვენიერი. მოკლედ მზე ამოვიდა. ჩვენ კი ვსხედავთ განაბულები, მაგრამ ბატის ჭაჭანება არ არის ჯერ. ეს ჩვენი მასპინძელი, ასე ვთქვათ, მაინც მშვიდად არის, იმიტომ რომ გუშინო ნამდვილად საღამოს ამ მინდორზე იყვნენ მოფრენილები ბატებიო და ელოდება რომ დღესაც აქ მოვლენ. შეიძლება იგვიანებენ ავტობუსმა დააგვიანა გაჩერებაზე და ვერ გამოყვნენ სავარაუდოდ. აი ასე ვართ ბიჭები ჩამწკრივებულები. სხვადასხვა ორადორი ბატი შემოვიდა. ნუ შემოვიდა, არ ერქვა მაგას შორს გადაიფრინა. რატო შემოსულიყო, კარგი იქნებოდა მაგრამ. ვიდეო რაც მანახა მეორე ეგერმა ჩვენმა
კარგი გუნდი იყო რა, უსო დიდი არაფერია, მაგრამ ერთი 100 ფრთა იყო და ესე დიდი არაფერია 100 ფრთა. რა კარგია 100 ფრთიანი გუნდი დიდი არაფერი რო არ არის. შეიძლება გადაღებულს კაკრას მაყურებინებ და ახლა რომ მოვედი და გიო სანამ შემოვიდოდი თქვენ რო გელოდებოდით ვინდორში კარგმა ხარაზულებმა თავზე ეს კარგად გადამიფრინეს. ეგეც კარგის ნიშანია. მოკლედ ჩამალულები მე რომ მკითხოთ კარგად ვართ, ერთადერთი მინიმალური დისკომფორტი ისა გვაქვს რომ მე რომ მკითხო სამკაციანი არის ეს სამალავი და 4 ხნებს ხედავთ მონადირეები, მაგრამ არა უშავს. ჩვენი ოპერატორი გიორგი დაახლოებით ჩვენგან 25 მეტრში არის ჩამალული, აქედან არ ჩანს სავარაუდოდ და მოკლედ ყველანაირად მზად ვართ, თავარია ბატი შემოფრინდეს. ველოდებით, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. აი ვერცელი თოზე ყავს. Чума, ну модроут. Райцаде моулен хаху. 11. Да, вижу. Готовьтесь. Недолет. უნდა ვაცადოთ მოთმინებით უნდა ვიყოთ. წინიდან დიდი გუნდი მოდის, მარცხნიდანაც მოდიან. Давайте, ребята. Посмотрим. Готовьтесь. Привет. Хорошо. А мне. Молодец. Хорошо. Молодец. Молодец. Хорошо. Иди ко мне. Ай, молодец. Ко мне. ესეც პირველი სიფთა. Ко мне. ესეც სიფთა Ко ბიჭებო. мне. Давай сюда. Молодец. С полем. Спасибо. Гуменник. აი ესეთი კიდე არის, კიდე მოდის. დიდი გუნდი. მამუკაგილოცა. ძალიან დიდი გუნდი. დიდი გუნდი მოდის ბიჭო, ისო. Давайте, ребята. Давай ко мне. Сюда, ко мне я сказал. Все, ко мне. ცოტაც უნდა გვეცლია რატი. ჩვენზე მოდიო და პირდაპირ. ცოტა ვიჩქარეთ, ოდნავ. არა, კარგად შეცვალეთ. ხო, მაგრამ ზუსტად ჩვენზე მოდიოდა ძმაო. პირდაპირ ჩვენზე მოდიოდა. ესენი მაღლა არიან, პირდაპირ არ დაჯდებიან. არ ვინძრევით. Да ну высоко же. Нет, высоко. Ой, мзад. Ой, ара. Не высоко летят, если долетят, Да, если не долетят. не долетели. Ну, надо გავინძრეთ. Да, если найдут на 12 надо работать будет, не высоко.
что не так? Хороший вопрос. Рато არ ვესროლეთ? რატო არ მასროლი? რა ვიცი, შენ ხო თქვი. Окей. Так. Все было так. Просто думали, что еще один круг сделает. ვაცადეო რა მაშინ არ მასროლი, ახლა ვინდი. ой, идет. Еще идет. Это стая вернется. კი, სასრული იყო. არა, სასრული იყო. არა, სასრული იყო აშკარად კი. პირველი თუ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ეს ნახდაც სასრული იყო, ეხლა და რატო არ ვესროლე, დაჟე მე თვითონ არ ვიცი. მოკლედ, ჩემო კარგებო, მოხდა ესეთი ფაქტი რა. ძალიან კარგი შემოფრენები იყო, რამოდენიმე გუნდი გაერთიანდა. დაფრინავდნენ ჩვენს მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან და თქვენი მონამორჩილი დაპრაფანდა, ასე რომ ვთქვათ რა. ძალიან კარგად გადაგვიფრინა სასროლზე ბატების კარგმა გუნდმა რა და იმის გამო რომ მეგონა რომ მაინც წრეს დაარტყავდნენ, კიდე კადრს ავიღებდი რაღაცა 1000 სისულელე არ განვახორციელეთ გასროლა, არ მithქვია ბიჭებისთვის რომ მოდი ვესროლოთ თქო. ესენიც დისციპლინირებული მონადირეები არიან, ელოდებოდნენ ჩემს ნიშანს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ბატი გაუმაზეთ მე რომ მკითხოთ. იმედია აღარ გავიმეორებ ესეთ შეცდომას. მაგრამ ცუდი ის არის რომ მაინც არ არის ის რაოდენობა ბატის რაც უნდა იყოს. ცოტა უფრო მეც მოველოდი, რაღა დაგიმალოთ და სხედავთ ველოდებით და გვაქვს უკეთესის მოლოდინი და იმედი. დიდი გუნდი. აბა დიდი გუნდი. აბა დიდი. 12 საათზე არის, შორს არის და ძალიან შორს არის ჯერ, მაგრამ თუ მოვიდა და იმედია რომ ჩვენც აქ დავხვდებით. высоко. Высоко, да. Очень высоко. Высоко, зачем было стрелять? Очень высоко. რა ვიცი, ამანის ხოლმე. არასწორად. არა, გადადიოდნენ უკვე რა. ხო, მაგრამ უნდა გვეცლია, იმიტომ რომ ძალიან მაღალზე იყვნენ. წინაზე მე დავპრაფანდი, ეხლა ბატონი მამუკა. მე ვაფშე დავაგვიანე. ამან ძალიან ადრე და მაღალზე ესროლა. ხდება ხოლმე. გადაივლიდნენ ხო, მაგრამ გადაიარათ და იქნება მობრუნებულიყვნენ. აი კონკრეტულად მოფრინავდნენ და რაღაცამ შეაშინა და დაგაძეს. პირველი დღე ბიჭები ყოველთვის ესე არის რა. უნდა შეეგუო ბატის ფრენას. ადრენალინზე ხარ ხან ადრე ესვრი, ხან გეშინია რომ ადრე არ ესროლო, გვიან ესვრი, ანუ ეს როგორ არის თუ გადა? ნადირობისთვის შეეული პროცესი არის აბსოლუტურად. ჩვენი დღევანდელი ნადირობა დამთავრდა სამწუხაროდ ძალიან ისეთი შედეგით, მხოლოდ ერთი ბატი გვაქვს აღებული, მაგრამ საკმაოდ ლამაზი. ქაურები გუმენიქს ეძახიან ამას. პრინციპში სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცველოდი შემოფრენებსაც, ჩემი თავისგანაც ცოტა მეცველოდი, აღვნიშნე კიდეც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. ერთი გუნდი, რომელიც აი ყველა ვარიანტში სასრული იყო და ალბათ ყველანი ავიღებდით შედეგს. არ ვასრულინებ ბიჭებს, იმიტომ რომ მეგონა რომ კიდე შემოფრინდებოდნენ ერთ წელს დაგვარტყავდნენ და უფრო ლამაზ კადრებს ავიღებდი. იმედია ამ შეცდომას ხვალ ზეგ და მაზეგ არ დავუშვებ. დღეისათვის მხოლოდ ამ ერთი ბატით დავკმაყოფილდეთ და ხვალინდელი დღის უკეთესის იმედით დავმშვიდობოთ ერთმანეთს. მაგის პასუხია ჩემო კარგებო და არ მახსოვს აღვნიშნე თუ არა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. ბელორუსში ჩვენს ტურნეს ყოველთვის თანსდევს ეს მანქანა. ტაბლეტკა. მე რო ძალიან
შენ რო ძალიან გიყვარს. მე და გიორგი ძალიან გიყვარს ეს მანქანა. წელი ვიკითხე და 2022-იანია, ხო? 2022-იანია და არაფერი არ ეთყობა ამას 2022. 92-იანიც ეთყობა რა, ეგეთი თემა. ახალია. მოკლედ ეს რუსული წარმოების ტექნიკა თამბსდებს, თოფებიც მერები გვაქვს 155 და რო გითხრათ რომ ნაჯახის ნამუშევრისგან რამით გამოირჩევა ძალიან მოგატყუებთ. ეს ისე ლირიული გადახვევა ჩვენს ცხოვრებაში. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.